მოგესალმებით. დღეს პირველი მსოფლიო ომის ერთ ნაკლებად ცნობილ მხარეს შევეხებით. ანუ არა დიდ ბრძოლებს, არამედ იმ უცნაურ გამოგონებებს, რომლებიც იმ პირობებში დაიბადა. წარმოიდგინეთ, ის სანგრები, ტალახი, უსასრულო ჩიხი, წლები გადიოდა. დიახ, და სწორედ ეს უმძიმესი პირობები, ეს მუდმივი საჭიროება რაღაც ახლის, ხშირად წარმოუდგენელ კრეატიულობას ბიძგს აძლევდა. დღეს ზუსტად ასეთ რაღაცებზე ვისაუბრებთ. ერთი შეხედვით ძალიან უცნაური, მაგრამ ხომ იცით, ხანდახან მართლა გენიალური გამოგონებები. მაგალითად, ჯაშუში ხეები ახსენეთ, ლოკოკინები? კი, დაწყებული ჯაშუში ხეებით, დამთავრებული ლოკოკინებით, რომლებიც წარმოიდგინეთ მომწამვლელ გაზს აფიქსირებდნენ. საინტერესოა რა ედოს საფუძვლად ამ იდეებს. მოდით ვნახოთ, როგორ ცდილობდა ადამიანი გადარჩინას და ადაპტაციას. დავიწყოთ იმით, რომ მარტო ადამიანები ხომ არ იყვნენ ფრონტზე. ცხოველებიც ეხმარებოდნენ. ნამდვილად არა. ცხოველებმა უზარმაზარი როლი ითამაშეს. ძაღლები მაგალითად, შეუცვლელი მაცნები იყვნენ სანგრების ლაბირინტებში. განსაკუთრებით კავშირგაბმულობა რომ ფუჭდებოდა. პატარა მილები ხონდათ კისერზე, შეტყობინებებს ატარებდნენ, დობერმანები ღამის გუშაგებად, სხვები მზვერავებად. და მტრედები. საფოსტო მტრედები ხომ ლეგენდარული ამბავია. კი, მტრედებმა ათასობის სიცოცხლე გადაარჩინეს. საიდუმლო წერილებს ატარებდნენ პირდაპირ ცეცხლის ხაზზე. წარმოიდგინეთ, ზოგჯერ მთელი ბატალიონის ბედი ერთ პატარა ჩიტზე იყო დამოკიდებული. ბევრმა ჯილდოც კი მიიღო საფრანგეთისგან ომის მერე. ომის ჯვარი, სიმამაცვისთვის. ეს გვიჩვენებს, რომ დაბალტექნოლოგიური მეთოდების კი შეიძლება კრიტიკული იყოს, არა? ნამდვილად. კიდევ უფრო უცნაური რამეც ახსენეთ, ციცინათელები, ეს როგორ? კი, წარმოიდგინეთ ღამე ფრონტის ხაზზე. სრული სიბნელე. ნებისმიერი შუქი სახიფათოა. ხო და რამდენიმე ციცინათელას მინის ქილაში სვამდნენ. საკმარისი იყო რუკის გასანათებლად, ისე რომ მტერს არ დაენახა. გენიალურად მარტივია და ახლა ლოკოკინები მართლა იყენებდნენ გაზის დეტექტორებად. დიახ, ეს დოქტორ პოლ ბარტის აღმოჩენა იყო. ლოკოკინები თურმე ძალიან გრძნობიერები არიან მომწამვლელ გაზებზე, მაგალითად მდოგვის გაზზე. როგორც კი ჰაერში გაზი ჩნდებოდა, ლოკოკინები ეგრევე რეაგირებდნენ. იმალებოდნენ ნიჟარაში, ხუფავდნენ სასუნთ ქურელს. ეს ჯარისკაცებისთვის სიგნალი იყო. ადრეული გაფრთხილება. ანუ ლოკოკინების ბრიგადებიც კი არსებობდა. კი, 1918 წლისთვის ზოგიერთ ფრონტზე ხავდათ კიდეც. ეს ხომ ბუნებაზე დაკვირვების პირდაპირი პრაქტიკული გამოყენებაა. წარმოუდგენელია. გადავიდეთ შენიღბოაზე. როცა ბრძოლის ველი სულ გადათხრილია, ხეები აღარ არის. დაკვირვება ხომ ურთულესია. სწორედ მაგიტომ მოიფიქრეს გერმანალებმა ჯაშუში ხეები. ეს იყო, ესე იგი, ფოლადის ღრუ კონსტრუქცია, ზედმიწევნით იმეორებოდა დამწვარი ან გამხმარი ხის ვიზუალს. ქერქი, ტოტები, ყველაფერი. ანუ შიგნით ჯარისკაცი იმალებოდა. მტერს. ზოგჯერ მოსასმენი აპარატურაც ჰქონდათ შიგნით. პირველი ასეთი დაახლოებით 8 მეტრიანი 1917-ში დადგეს ბელგიაში, მესენთან. თვეები ისე გავიდა, ვერავინ შეამჩნია, სანამ ბრიტანელებმა შემთხვევით გვირაბი არ გათხარეს მის ქვეშ. ეს აჩვენებს, როგორ იხვეწებოდა შენიღვის ტაქტიკები, ხო? და მერე სხვებმა საიტაცეს ეს იდეა. ბრიტანელებმა, ფრანგებმა. კი, რა თქმა უნდა. სპეციალისტები მუშაობდნენ, ინჟინერები, მხატავრები, ნამდვილი ხეების ზუსტ ასლებს აკეთებდნენ ლითონისგან. კიდევ ერთი საინტერესო რამ. არავის მიცა, ის საშინელი ზონა ფრონტებს შორის. იქ შესახწევად ფრანგებს მგონი კიდევ უფრო თამამი იდეა ჰქონდათ. დიახ, ყალბი ცხენები. თუმცა ამას წინ უძღოდა ერთი საკმაოდ შემზარავი პრაქტიკა. ჯარისკაცები ხანდახან ბრძოლის ველზე დახოცილი ცხენების გამოშიგნულ სხეულებში იმალებოდნენ. დაკვირვებისთვის. ამ საშინელი რეალობიდან დაიბადა იდეა, რომ შეექმნათ ყალბი ცხენები, პაპიე-მაშესგან, ღრუ. ესე იგი, ჯარისკაცი პირდაპირ ამ ყალბ ცხენში წვებოდა. ზუსტად. შიგნით იწვა, შენიღბული ჭრილიდან აკვირდებოდა, ჩანაწერებს აკეთებდა. ზოგჯერ სნაიპერადაც მოქმედებდა, ან სულაც დროებით ბაზად იყენებდნენ ამ ცხენებს რაღაც ოპერაციებისას. ესეც ადასტურებს, რომ ომს მარტო იარავი კი არა, მოხერხება და ადაპტაცია იგებდა ხშირად. წარმოუდგენელია. კიდევ ერთი საფრთხე, ცეპელინები, საჰაერო თავდასხმები. რადარი არისო? როგორ იგებდნენ მოახლოებაზე? ძირითადად სმენით. სჭირდებოდათ ადრეული გაფრთხილების სისტემა.
ბრიტანელებმა 1916 წელს მეთაურ ალფრედ როლინსონის ინიციატივით დაიწყეს უზარმაზარი აკუსტიკური საყვირების, ამუ ლოკატორების გამოყენება. საყვირები? ხმარო გამოეცა. არა, პირიქით, ესენი ხმას კი არ გამოსცემდნენ, არამედ იჭერდნენ და აძლიერებდნენ შორიდან მომავალ ხმას, თვითმფრინავის ძრავის ხმას მაგალითად. გიგანტური კონსტრუქციები იყო ხშირად ბეტონის, რამდენიმე სტრატეგიულად აყენებდნენ და ხმის ტრიანგულაციით, ანუ 3 წერტილიდან მიღებული მონაცემებით ადგენდნენ მიმართულებას და მანძილსაც კი. ფაქტობრივად, ეს იყო რადარის წინამორბედი, ხო? მართლაც. და ბოლოს ისევ გასტაუბრუნდეთ. ლოკოკინების სიგნალს იძლევდნენ, მაგრამ თვითონ გაზის ხრუბელს რაიმე შველოდა? საინტერესოა, რომ აქაც ქალმა მეცნიერმა ითამაშა როლი. ხერტა ერტონმა. მან მოიფიქრა ერთი შეხედვით ძალიან მარტივი რამ, გაზის მარაო. მარაო? სერიოზულად, სანგრებში გაზის გასაფანტად. დიახ, იდეა ეგ იყო. თუ ვერ ვაჩერებთ, იქნებ გავფანტოთ მაინცო. შექმნეს დაახლოებით მეტრიანი დასაკეცი მარაოები. წყალგაუმტარი ქსოვილისგან ხის და რატანის ჩარჩოთი. 1916 წლიდან 100,000-ზე მეტი დაარიგეს ფრონტზე. ჯარისკაცებს ავარჯიშებდნენ, რომ ემუშავებინათ ეს მარაოები. და იმუშავა. ეფექტური იყო. აი ეგაა საკითხავი. თავიდან ეგონათ, რომ კი, რაღაც შედეგი ჰქონდა. მაგრამ მერე კვლევებმა აჩვენა, რომ ხელით ჰაერის ასე მოძრაობა ხშირად ვერ ამცირებდა გაზის კონცენტრაციას. ზოგჯერ პილიკით უარეს შვებოდა, უფრო ავრცელებდა ან მიმართულებას უცვლიდა სახიფათოდ. თუმცა მაინც აღსანიშნავია ეს გამოგონება. თუნდაც იმიტომ, რომ ქალის მიერ იყო შექმნილი იმ ეპოქაში. მართლაც გასაოცარია. ეს ნაკლებად ცნობილი გამოგონებები აჩვენებს ადამიანის უნარს მოიფიქროს რაღაც. გამოსავალი ყველაზე წარმოუდგენელ სიტუაციაშიც კი. დიახ, ეს არის გამომგონებლობის, ზოგჯერ სასოწარკვეთის ზღვარზე მისული კრეატიულობის და რა თქმა უნდა, გადარჩენის სურვილის ნაზავი. და ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ ისტორიას და ომის მსვლელობას ხშირად არა მხოლოდ გენერალები და დიდი ბრძოლები წყვეტენ, არამედ აი ასეთი პატარა, ხანდახან უხილავი ადაპტაციები და მოულოდნელი იდეებიც. მართალია. და ალბათ ღირს დაფიქრება. სად გადის ზღვარი გენიალურობასა და უბრალოდ აი უკიდურესობებს შორის, როცა გადარჩენაზე ალაპარაკი. და კიდევ რამდენი ასეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება იყოს ისტორიაში, რომელმაც რაღაც შეცვალა, ჩვენ კი არც ვიცით.